კარგი იყო. 1000 ლარიც გათამაშდა. მოდი, გადავიდეთ ახლა შემდეგ მონაწილეზე. ჟუჟუნა მაისურაძე. აპლოდისმენტები. გამარჯობა ქალბატონო. გამარჯობათ, მომბრძანდით. მოგესალმებით. განათლებით უმაღლესი განათლება გაქვს პროფესიით? მეღვინე ვარ სპეციალობით. მეღვინე ტექნოლოგი. ძალიან კარგი. მე უბრალოდ მეღვინე ვარ. შენ დეგუსტატორი. პროფესიიდან დეგუსტატორი. ხო, ესე ყველას ვეკითხები, ვისაც ჰობი აქვს ნარდის თამაში გოჩა. ნარდის თამაში გაქვთ ჰობი. შაში ჩარს რას თამაშობთ პირველი? კარებს ვუღებ, რა თქმა უნდა. არა, მე წამოვა. მოდი ხარ, ხო? კი. გაო? ვითამაშთ მე მედაში. უნდა წამოხვიდეთ. ანუ საკუთარი ქვა იქ ორი წინააღმდეგის კარებში როა. ის ქვა უნდა წამოხვიდეთ. რა, ვერ ვგებულობ რას მოგონა. შაში ჩარს კარებს ხო იღებთ? დიახ. ორი ქვა აქეთ ხო გიდევს მოწინააღმდეგის კარებში. ის შაში ჩარი არ მოდის? მოდის. მე ის წამოდით ხო, იმას გეუნებთ, კაცო. სერიოზულად? თქვენ რომელ ნარძზე მეუბნებით? რა ვიცი, ჩემ ხმარს სულ უგებდა. კარგი ბატონო. რომელი ნარდია მაგი არ ვიცი. გასვლით თამაშები არ აქვს. წესები ვერ დაგეხმარებით. გასვლით თამაშები არ აქვს ესე. არა, გასვლით თამაში. წარმატება მინდა უსურო ქალბატონს და შეგვიძლია დავიწყო ბატონო გოჩად. თუ შეიძლება შესავალს შესავლის გარეშე მე ზოგადად დაგაწყებიათ რა. და იქნებ შევეღო. ქალბატონო ჟუჟუნა, წესები ვიცით ხო რა სწავლა? თქვენ გაიხარეთ. თავდაპირველად ღმერთმა რო გააჩინა ადამიანი 25 წელი მისცა საცხოვრებლად. იქნება ბევრმა. დიდი შესავალი ყوار იქნება, მაგრამ მარტო 25 წელი მისცა. გავიდა 25 წელი და მიდის ადამიანი სათხოვნელად ღმერთთან. გასო ვირს აძლევთ 50 წელზე ადამიანს 25 წელს ხო? ჩამოაჭრა ვირს 25 წელი და დაუმატა ადამიანს. გავიდეს ვირისლებიც. კიდე წევიდა ღმერთთან სათხოვნელად. მაიმუნს 75 წელზე აძლევდა ადამიანს 50-ს ხო? ჩამოაჭრა მაიმუნს ის 25 წელი და დაუმატა ადამიანს. აბა დააკვირდით ახლა თქვენ 25 წელი ადამიანი ნამდვილად ადამიანურად ცხოვრობს. ატარებს დროს, უდარდელად სწავლობს არ. 25 წლის შემდეგ ის მეორე 25 წელი ვირისლები, მართლა ვირისლები ადამიანისთვის. მუშაობს ვირივით და თუ რაიმე შეიძინა, მაგ წლებში იძეს. მაგ წლებში იძეს 50 წლამდე. 50 წლის შემდეგ დაიწყო მაიმუნების წლები. იმ მაიმუნის წლებში ვარ ახლა მე და ნუ გაგიკვირდება ჩემი აკოფნა. მაიმუნის წლები მოხდა, აქ რა მინახავს. მე 17 წლიდან დავიწყე ვირობა უკვე. ხო და შენ გოჩა მასე ამბობ ეხლა, ამბობ მასე, მაგრამ ხალხი ძირთად როგორ გიყურებს? ჩვენ სულ მაიმუნობ. ჩვენ სულ 50-ზე ვითხრა. დავიწყოთ? დავიწყოთ. 3 2 1 ორი კარგად მიგდენ ნიკა. არ გამოგჩეს ჩემგან თქმული. ცოდვილობ რომ გაგაღიმო სასაცილო ამბის თხრობით. ლიხსიკით იმერეთია, ლიხსაკეთ ქართლი კახეთი. შენ რომ ღიმილი გიხდება, მერწმუნი ასე არ არის. ეხლა ცხოვრობ შენი არის ცხოვრებით. ოჩას გავიდი რომ შეგეხედა თუ არ მიგდება ამაზე. ოჩას გაეღიმა. გამოუხდა ეს ღიმილი. კარგია, 50 ლარი თქვენი. აგზელე. ეხლა ცხოვრობ შენი არის ჩართო დრო ცხოვრებით. თუ შესავალია. რადგან არ ვაგზელებ. ხო და ჩართო დრო? ჩართეთ. ანუ შესავალი არ არის. 3 2 ეხლა ცხოვრობ მშვენიერი ცხოვრებით, რადგან არ გაქვს ინსტინქტები ცხოველის. აქრისტინ ვარ, იმედია მიხვდები, 5 წუთი სულ ღიმილში იქნები. შენ წყალობით თუ კი რამეს ავიღებ, ზოგს დავტოვებ, ზოგს სახში წავიღებ. ამოუსულან. ერთი წუთი ხალბატონო, ერთი ხარო ძალიან. იგებს და ძალიან ქალბატონო ჟუჟუნა 100 ლარი თქვენია, გილოცა. ვაგზელებთ? ვაგზელებ. ჩართო დრო? ჩართ. 3 2 1 ამოსულ ვარ ქანდარაზე. მინდა ხალხი გავაცინო, მაგრამ ვცდილობ
არ წავიქცე ისე მაგრად უნერვიულობ. უნერვიულობ, მე ქალბატონო დაწყნარდი. ვარ და თანდარაზე შეიძლება გული დამწობა. კარგია, 200 ლარი თქვენია, ქალბატონო ჟუჟუნა, 200 ლარი თქვენია. წინ 400 ლარია, თამაშობ? თამაშობ. მაშინ 3, დაწყნარდა ჟიური. იმერელი. ერთი წუთი, ნუ გეჩქარებათ, მოვასწრებ. ჟიური დაწყნარდეს. კოჩა, თავში უძახე. დაუპულებია. შეიძლება? ერთი წუთი, თუ გაგვიანდებოდა თვალმოსული ჩაწერა გვაქვს. კი არ მაგვიანდებოდა, ერთი სული მაგ სახში როის გევიქცე გამოპარული ვარ ხო და გაგვიანდება, მაგას გეუბნებ. სიჩუმე, ჯერ სახლა გამოპარო, როგორ დავიწყოთ. 3 მოიცა სათვალები ჭირდება ქალბატონო. ჩემ სახში შეიძლება. ან 25 წლამდე, ან უკვე თქვენ სასახში. 3, 2, 1. იმერელი ზის რესტორანში და ითხოვს ხარაგაულის ქათამს. ოფიციანტმა იფიქრა, რას მიხვდებაო და მიუტანა რაც ჰქონდა. გაუჭურიდინა კურტუმოში იმერელმა და თქვა, არა, ეს ქუთაისურიაო. მოუტანეს სხვა, იმასაც გაუჭურიდინა კურტუმოში და თქვა, ეს ზესტაფონისაო. როგორც იქნა მოძებნეს ხარაგაულის ქათამი, შეამოწმა მან და შეაწევინა. იმერელს გვერდში უზის გურული. გურული და უთხრა, ძამა, პრიუჩი ვარ გაზდილი. იქნებ გამიჭრიდინო და მითხრა სადაური ვარო. სტალინმა კრემლში მიიწვია შეიძლება? კი. სტალინმა კრემლში მიიწვია გურული გლეხი, რომელიც დაჯილდოვებული იყო შრომის გმირის ორდენით. მინდა რამე გაჩუქო ისეთი. სამწუხაროდ დრო ამოიწურა. არა და კარგად მივდიოდით. რექსების ხაზი მე მგონი აჯობებდა რომ მგონი ხო აჯობებდა. მე რა მინდა რომ ვთქვა, კიდევ ერთხელ ვიტყვი მას, რომ აი ეს ისტორიაც ქათმის დაკარგვაზე და მე სადაური ვარ, ძალიან ცნობილი ისტორია, ძალიან ანეკდოტური ისტორია. ძალიან დიდი დრო წაიღო ამან, რომელიც თან არის ძალიან ცნობილი ისტორია. მაგას ალბათ ჯობდა ის მოკლე მოგვეყოლა ან იგივე ლექსები ან რაღაც გაგვეგრძელებია. განსაკუთრებით ჩემი აზრით ეს იქნებოდა უფრო უკეთესი. უღრმესი მადლობა რომ მობრძანეთ ქალბატონო ჟუჟუნა. ეს აპლოდისმენტები თქვენ. კიდე გელოდებით. გამარჯობა ქალბატონო ჟუჟუნა. ქალბატონი ჟუჟუნა მაისურაძე 80 წლის. საჩქერე დაბადების ადგილი. 2000-ის მოგებას ფიქრობთ 1000 ლარი უნდა ქალბატონ ჟუჟუნა. აბა მადაჭა. ნახოთ როგორ მე წარმატებას უსურვებ ქალბატონ ჟუჟუნას ბატონო ალექს. მეც მე რატომ არ უნდა უსურვო? მე? დარბაზის. ყველა მისულობ წარმატებას. დავით ქალბატონო ჟუჟუნა პირდაპირ თამაში. დავით პირდაპირ არა, რომ ორ სტროფს ვიტყვი. კი ბატონო. და მე გავახსენ. ძალით. თქვენთან სანამ მოვიდოდი, დამარიგეს გამაფრთხილეს. ცუდი სიტყვა არ ვიხმარო, თორემ აღარ გამიღიმებთ.
ცუდი სიტყვა რომ არა ვთქვა, მეც მინდა რომ გაგაფრთხილოთ. სადაც ინიციალებს ვიხმართ, ცუდ უნდა იგულისხმოთ. ცუდი სიტყვის თქმისათვის მაჯარიმებ დედაბებს, როცა კაცობრიობა ამ სიტყვაზე ტრიალებს. თქვენთან მისთვის მოვედი, მინდა ვიმხიარულო. ფულსაც უკი მოვიგებ, არ იქნება ურიგო. 80 მიუკაკუნე ჯამთელი ვარ სრულიად. შრომაც მიყვარს გართობაც, ჩაცმოთ შესაფერისად. მიყვარს ხაშლამა, მიყვარს წვადები, მიყვარს საცივი მამაპაპური. ჩემი პენსია ყველაფერს უდება. ამიტომაც ვარ გალაღებული. მე ვარ მოსული. ფიქრობ რომ დღეს გამიმართლებს, გამოიაღებ სეიფის კარს ამომაწვით ასიანებს. პირველად როცა ვიყავით, სწრაფად ვერ ავთქვი სათქმელი, ამიტომ საშემოდგომო გამომაყოლეთ ჩამჭერით. არ დავიწყოთ თამაში? დავიწყოთ ახლა. დავიწყოთ ახლა. 3, 2, 1. საავადმყოფოს ერთ პალატაში წერს აკადემიკოსი და კახელი გლეხი. აკადემიკოსთან მოსულ ნახველად ნუართ ნაირნაირ ყვავილები. კახელთან მოსულს ნუგბარი საჭმელები. დილით ეკიმი შემოვლაზია, ავადმყოფებს ეკითხება, ხომ არაფერი აწუხებთ, ან კითხვა ხომ არ აქვთ? ეკიმო, ჩემი მეზობლისათვის ყვავილები ჯერ ადრე არაო. კლინიკაში შედის კაცი და კითხულობს. ყელყური, გულმკერდი, კუჭნაცლავი, თვალი და თვალი. თვალის გასწვრი მიაწერა მაპატიეთ. ამ დროს თავზე წამოადგება მთავარი ექიმი. ბავში რომ იყო მაყურებ ჩამოგახევდი. რას გავშეის მოქმედება? ყველა წყვილად იყო და თვალით დავაწყვილეო. ისინი ერთმანეთთან კავშირშია და ამიტომ გუშინ ერთი ბეწვი გამოვიზრე უკან და თვალებიდან სულ ვარვარად შემოწმინდა. თუ კავშირში არ იყო თვალებს რა ატირებდა? სამწუხაროდ ქალბატონო ჟუჟუნა, თქვენ ვერ შეძლებთ დღევანდელ შოუში რომ თანხა მოგეგოთ, მაგრამ ლექცია წარმოთქვით მინისტრთა საინტერესო ნამდვილად და ჩვენი პარტნიორისგან პრიჟილანიესგან ნაგადოქცე საკუთარი პროდუქციის დაასვა ფორტიმატი, რომელიც გარკვეული ვარ ძალიან გამოგადგება. თქვენ ქალბატონო ჟუჟუნა წარმატებები უსურვოთ და პლოდიკონდებით დავაწყოთ. აქეთ ქალბატონო ჟუჟუნა დაიდანაშაულდებით. აი ეს ძალიან სამწუხარო არის. ჩვენ ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი შოუს პარტნიორია ტრეჟილანია ნატურალური პროდუქტი კულინარიული შედევრებისთვის. ახლა კი